მოგესალმებით, ჩემო გამომწერებო, იუთუბელებო. და ეხლა იქნება გაშლა ესეთი იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა ჩვენ შორის. რაზეც გქონდა ბოლოს საუბარი. რა ინფორმაციაც, ასე ვთქვათ, შევიტყვეთ, გავიგეთ. რაღაც კონფლიქტური სიტუაცია იყო. ჩვენსა და მას შორის პირადულზეა გაშლა ამ შემთხვევაში. აი რა გაიაზრა ამ ადამიანმა, რაზე დაფიქრდა და თუ დათანხმდება ჩვენ პირობებს. მე არ ვიცი ხა სათაურს რას დავარქმევ. ალბათ ესეთი სათაური იქნება თუ დათანხმდება ჩვენ პირობებს. ანუ პირობა რას ნიშნავს? ჩვენ მას წავუყენეთ გარკვეული პირობა და ის ესე იგი იძულებულია, რომ არ დავკარგოს ეს პირობა გაითვალისწინოს. აბა ვნახოთ. ორ ვარიანტზე იქნება. Which garden heart card Sasha Graham. ჩაიფიქრეთ ახლა ადამიანი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. სიგნიფიკატორი პირველი, მეორე. იმ ყველაფრის მერე შეგიძლიათ აირჩიოთ ან პირველი, ან მეორე, ან უსმინოთ ორივეს. იმ ყველაფრის მერე რა გაიაზრა, რაზე დაფიქრდა. პირველი, მეორე და თუ დათანხმდება ჩვენს პირობებს. რა ჩვენ უთხარით? ნუ ახლა ყველა სხვადასხვანაირი ვარიანტები გაქვთ, მაგრამ აი რა უთხარით, ხო? რაღაცა პირობა იყო, ხო? რომ ჩამოვართვით ამ ადამიანს. თუ დათანხმდება ჩვენ პირობებს. პირველი, მეორე. თუ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს და არ გვადგენს გულს. ნახოთ აბა. ახლო მომავალზეა საუბარი. თუ გაითვალისწინებს და არ გვადგენს გულს. პირველი, მეორე. რჩევის სახითაც დავდებ. მთლიანობაში ამოდის ჰარმით, რაც ნიშნავს იმას, რომ ანუ ეს ადამიანი რაღაცნაირად მოწყდა სოციუმს დროებით. ეხლა აქ თუ არა ურთიერთობა ამას გაშლის დროს ვნახავ, მაგრამ თვითონ არჩია გარიყვა, გამოსვლა იმ სიტუაციიდან. შეიძლება ადგილმდებარეობა შეიცვალა, შეიძლება სადმე სხვაგან წავიდა, ზაფხულია მაინც. იმ გარემოს მოწყდა, იმ მოცემულობას, იმ სიტუაციას, რაშიც იყო. ვიწყებ პირველი ვარიანტით. ჯერ ადამიანი significators. ამოდის ეშმაკი. ნუ, რა თქმა უნდა, მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება, აზარტული თამაში, გამაბრუებელი საშუალებები, შეგადაშეკ, ხა მე იმას არ ვამბობ, რომ რამეზე ზის. უბრალოდ ყველაფერზე წამსვლელი, უკანონო მოქმედებაზე, რომ მიდის ადამიანი. რა არის? თვალთმაქცი, ეშმაკი, არის არასახარბიელო სიტუაცია. და რაღაცა იყო, რაღაცას გვაფრთხილებს. ნუ დაბალ ვიბრაციული ადამიანი პირველ რიგში, სიგნიფიკატორით შემიძლია ეს თქვა. და მანიპულატორიც. ეხლა ეს არის საჯარო გაშლა. გრძელ გაშლებში ყველაფერი უფრო დეტალურად ჩანს, მაგრამ რახან ინფორმაცია მოდის, ვიცით, რომ ენერგოსაინფორმაციო ველი გახსნილია და ასე საჯაროდ თუნდაც მოკლე ჩართვებში, როცა გაქვთ რაღაცა კითხვა და თუ თქვენ ინტერესს შეესაბამება ეს ამ წუთას ეს მოცემულობა, რასაც ვშლი ამ საკითხზე, ესე იგი ურაცაღებია.
მეორე, ანუ მაღალი არკანები ამოდის, რაც ნიშნავს, რომ კარმული სიტუაციაა. ანუ რაც მოხდა, ესე იგი უნდა მომხდარიყო. რატომ მე ხა პირველ საწყის ვერ ვიპოვი და ვერ ჩავეძიები, იმიტომ რომ საჯარო გაშლა. თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე მოარგეთ, გზას მაჩვენებენ, ესე იგი მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ სიტუაციას გაექცა დროებით გზაზე, ანუ იმ მოცემულობას, იმ მდგომარეობას, რაშიც იყო. თუმცა დამოკიდებულება, ვნება, იგივე არასახარბიელო ურთიერთობები, დაფარული, შეიძლება განვიხილოთ, რომ იყო. თქვენ პირობებს თუ დამთანხმდა. აქაც ამოდის გზა, იძულებული გახდა, რომ დათანხმებულიყო, იმიტომ რომ თქვენ წაუყენეთ პირობები, ნახეთ. ეს იყავით თქვენ და ზურგი გაქციათ ამ შემთხვევაში. შეიძლება თქვენთან ურთიერთობა არ გაწყვიტა. ზურგი შეიძლება არ გაქციათ, მაგრამ იმ სიტუაციას, იმიტომ რომ თქვენ არ მიეცით საშუალება, შეიძლება თქვენ დაუბლოკეთ ადამიანის სიტუაცია რაღაც ვითარება, რის გამოც ეშმაკი ამოდის თავში, ანუ რას ნიშნავს? ამ მომენტში, ამ აწყო-დროში თამაშობს, ან გაჩვენებთ, რომ მართლა გაექცა ამ სიტუაციას, ანუ ინფორმაცია მოდის, რომ გაექცა ჯერჯერობით ესეა. ნამდვილად დათანხმდა, გაექცა სიტუაციას და ბოლოს ამოდის მზე. მზე მაუწყებელია იმისა, რომ ჯერ ერთი ყველანაირად გაიმარჯვეთ თქვენ. სიმართლე და სამართლიანობა თქვენ მხარეს არის. მზე მაუწყებელია იმის, რომ ამ სიტუაციაში თუ თქვენ გინდოდათ, რომ გამჟღავნებულიყო ეს ვითარება, ახდილიყო ფარდა იმ საიდუმლოებას, იმ რაღაცა დამალვას, იმ მიჩქმალვას თუ ასე შემდეგ, ეს მოხდება. იმიტომ რომ მზე ნიშნავს, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. ასეც უნდა იყოს. და გაიმარჯვოს სამართლიანობამ და აღდგეს სამართლიანობა და გავიგოთ სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის, ჯობია ვიცოდეთ სიმართლე, ვიდრე ვიყოთ მოტყუებულები, როგორც აი პირველად ამოვიდა ეს თავიდანვე ეს არსება, მაგრამ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციაში ხა გამარჯვება თქვენ მხარეს არის, ახალ დასაწყისაც ნიშნავს, თქვენ პირობებზე დათანხმებასაც, ნათელი რომ მოეფინება ამ სიტუაციას იმასაც, მაგრამ რახან თავიდანვე ამოვიდა სიგნიფიკატორის სახით. ყველაზე ესეთი დაბალ ვიბრაციული კარტი ეს ნიშნავს იმას, რომ მაინც უნდა გადაამოწმოთ და თვალყური არ უნდა მოადევნო, არ უნდა მოადუნოთ რა. არ უნდა მოადუნოთ თვალყური, იმიტომ რომ წამსვლელია, მაინც სადღაცა რაღაც ზურგს უკან რაღაც სიტუაცია შეიძლება თვითონ არ უნდოდეს, მაგრამ მოხდეს ისეთ გარემოში, ისეთ მოცულობაში, რომ ჩავარდეს ისევ იმ სიტუაციაში. აზარტული თამაშები, გამაბრუებელი სიტუაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკანონო ინტიმური ურთიერთობები, ფლირტი, აი ეს ყველაფერი არის ამ კარტის დამახასიათებელი თვისება და გადავედი მეორე ვარიანტზე. აქ ძნობით სავსე ამოდის, პირველ რიგში კარგია. ამოდის კარმული სიტუაცია აქაც. აქ ამოდის, რომ რაღაცის შიში აქ შეიძლება ოჯახი ყავს. შეიძლება გასამართლების ეშინია. თქვენ მოცემულობაზე თუ დათანხმდება. ამოდის, რომ ფიქრობს, ანუ თქვენ პირობებზე, თუ თქვენ რამე უთხარით მას,
უჭირს თქვენ პირობებზე წამოსვლა, მაგრამ ფიქრობს, იმიტომ რომ განახლებაც ამოდის, ანუ გრძნობა არის, ნახეთ, და უნდა სიტუაციის და თქვენთან ურთიერთობის აღდგენა მეორე ვარიანტს. უკეთესი მდგომარეობა აქვს ვიდრე პირველს, თუმცა ბოლოში, რა თქმა უნდა, ყველაფერს ფარდა აეხდება. პირველ ვარიანტო იცოდე და სიმართლე ყოველთვის გაირკვევა, გინდა პირველი იყოს, გინდა მეორე, თქვენ თუ ითხოვთ სიმართლეს, სიმართლე მოვა თქვენთან. და ფიქრობს, დაფიქრების კარტია, რა გაანალიზების კარტია და აქაც არის საიდუმლო. ან შეიძლება მაგიური ჩარევა. ეს კიდევ ერთხელ ვიძახი, არის საჯარო გაშლა. დეტალებს ესე ვერ გავშლე, იმიტომ რომ გრძელი ვიდეო გამოდის და არ უყურებთ ბოლომდე. თანაც საჯაროა. აქ არის საიდუმლოზე საუბარი. საიდუმლოზე, დაფარულზე, რა თქმა უნდა. ან კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ რაღაც შეეშალა მეორე ვარიანტს. თქვენ ახლა უკეთესად იცით და თქვენ თავს მოარგებთ ამ სიტუაციას. ყველა სხვადასხვა ვარიანტი გაქვთ. რაღაცა მაგიურიც შეიძლება იყო ჩარევა. იმიტომ რომ ეს კარტი რო გამოდის, შესაბამისად ასეც იკითხება. და მოდით აბა მეორე ვარიანტს დავამატებ. თუ გაიხსნება მეორე ვარიანტისთვის ის საიდუმლო, რაზეც ახლა ამ წუთას მაჩვენებენ, ხო? რაღაცა საიდუმლოა, რაღაცას მალავს ადამიანი. თუ გაიხსნება პირველთან ყველა ვარიანტში, მეორესთან გაიხსნება საიდუმლო? კი ბატონო, გაიხსნება, ოღონდ ეს იქნება ესეთ ვითარებაში, მეგობრები, ახლო წრე. ნუ ახლა თვითონ კარტი ამოდის ზეიმის, რაც ნიშნავს სუფრა, დღეს ეს წაღული რაღაც, ანუ ახლო მეგობრები, რაღაც კამპანია, იქიდან გამომდინარე, თუ ეს ადამიანი რაღაცა სიტუაციაში შეცდა, ან ფეხი წაუცდაო რო იტყვიან, ან რაღაცა დაგიმალათ, ან რაღაცა იყო და ნუ მოკლედ თქვენ იცით, აი ახლო წრე, ახლო მეგობრები, ახლო სიტუაცია, იქიდან გამოჟონავს, იმიტომ რომ ხო იცით, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სიმართლე რომ ყოველთვის გაირკვევა. და ასევე ამოდის იეროფანტის თვლიანობაში კარტი, რაც ნიშნავს იგივე წესების დაცვას. წესების დაცვას რას ახლა ნახეთ. მე შემიძლია ვთქვა, რომ თუ ეს ადამიანი დაოჯახებულია და იმ რაღაც კამპანიას აყვა და იქ რაღაც სიტუაცია მოხდა ისეთი, ხო? გრძნობებს ეხება. იგივე ფლირტი, იგივე ქალთან ურთიერთობა, ნუ უკანონოდ, ხო? რაღაც გართობის მიზნით, რა თქმა უნდა. მაშინ აფრთხილებენ, იმიტომ რომ ამოდის უზენაეს სასამართლო, ხო? რომ არასწორად იქცევა, მაგრამ აქ შეიძლება იყოს რაღაც გაკეთებული იმ მესამე პირიდან, იმ ადამიანიდან, რის გამოც აემხრა გონება, იმიტომ რომ ესეთ კამპანიაში იყო. ხო? ესეც შეიძლება, ეს ვარიანტიც განვიხილოთ, მაგრამ მაინც იმიტომ რომ ჯვარდაწერილია ან კანონიერი მეუღლეა, ნახეთ, ჯვარდაწერილს აქ როცა იწერთ ჯვარს ადამიანთან, როგორც დედამიწაზე, ხო? ითვლება, რომ შენი მეუღლეა, ასევე ზეცაში ხდება ჯვრის დაწერა და ღვთის კურთხევა და მათ ოჯახს და მათ ურთიერთობას მიენიჭება ანგელოზი, მფარველი ანგელოზი, მათი ოჯახის, მათი ურთიერთობის მფარველი. ანუ ეს ისეთი რაღაც არის, ჯვარს ავიყრი, ანუ ეხა მოდაში შემოვიდა ესეთი ტენდენცია, არ არსებობს ჯვრის აყრა, კი ვითომ რაღაც აკეთებენ, მაგრამ თუ იწერ ჯვარს, ერთხელ ხდება ეს მომენტი და ზეცაშიც ერთხელ ხდება. ერთხელ ხდება და ამას აქვს ძალა. როგორც სადა დედამიწა დაკავშირებულია, ასეა ჯვრის წერა, როცა შენ მიწერს ცხოვრებას ამთავრებ, შენი სული გადადის იქაც, ანუ თქვენ მეუღლეები ხართ. ესე ითვლება. მე ხა ვხსნი ამას სულიერების
ეზოთერიის და იმ განზომილებიდან, რაც ბევრმა არ იცის. ამიტომ იმ ჯვრის წერას აქვს თავისი საკმაოდ დიდი ძალა. თუ აქვს ჯარი დაწერილი, აფრთხილებენ ზემოდან. რომ მიუხედავად იმისა, რამდენი ჩარევაც არ უნდა გააკეთოს ვიღაც მტერმა, მესამე პირმა, მაინც ჯვარ დაწერილ ადამიანს ყავს თავისი მფარველები და არ მისცემენ უფლებას, რომ თუ მით უმეტეს შვილებიც ყავს, ესე ხელაღებით რაღაცა ინტერესების გამო თუ აქ იმ ვიღაცა მესამეს ხო ამ ადამიანისადმი, ჯვარდაწერილისადმი რაღაც მომენტში გონება აემხრება ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ მოქმედებს ხო ეს ჩარევა, მაგიურ ჩარევაზე ვამბობ, მაგრამ იმიტომ რომ ჯვარდაწერილია ზემოდან იფარავენ. და გონებაზე მაინც მოიყვანენ, ანუ არ წავა ისეთ რისკზე, რომ ვთქვათ ოჯახის შვილები დატოვოს. ამიტომაც ხდება პრობლემა, აი ბევრი რო ამბობს, რომ აი ვერ წყდება ოჯახს და ვერ მოდის ოჯახიდან. რატომ? იმიტომ რომ ჯვრის წერას თუ ოფიციალურად აქ ჯვარით დაწერილი გაიგეთ, მას აქ თავისი ზეციური მფარველობის სისტემა ირთვება. ანგელოზები სპეციალურად უშვებენ იმ ანგელოზებს, რომლებიც ჯვარდაწერილ ოჯახს მფარველობს. ზეცაში წყდება უკვე ეს სიტუაცია და აქ ეხლა შენ გაშორდები, უღალატებ, მეხუთედ გათხოვდები, არა აქვს მნიშვნელობა, ერთხელ იწერება ჯვარი. ერთხელ ზეცაში ესე ითვლება. და ეხლა მიწიერ ცხოვრებაში შენ ხორცი ხარ. და შეიძლება, რა ქვია, ყველაფერზე წახვიდე, ხო? ამორძალი გახდე, სიტყვაზე ვიძახი და 10 ადამიანს გაყვეცოლად, გაშორდე, გამოშორდე და ან ისე ყავდეს ვიღაც. ეს რა თქმა უნდა, იქ მე ამაზე ყველაფერზე პასუხს გასცემ და არა მარტო იქ, უკვე აქვე დაგეწყება პრობლემები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ცოდვაა ღალატი. ხო, და მრუშობა, მაგრამ მაგას დავანებოთ თავი. იქიდან შენ ხარ ერთხელ ჯვარდაწერილი. და იმ ჯვარდაწერილ ოჯახს აქ მფარველობა, ასე რომ ის როგორი ეშმაკიც არ უნდა იყოს ის მესამე პირი. ნახეთ? როგორი გათვლებიც არ უნდა გქონდეს, როგორ ცუდათაც არ უნდა ჩაერიოს, რაღაც პროვოკაციები, რაღაცა ინტრიგები არ დაატრიალოს, მაინც არაფერი გამოუვა ბნელ ძალას. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის იმარჯვებს სიმართლე და ნათელი ძალა. ჩვენთან ასეა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, ბალანსზე დგას სამყარო. სამყარო არის კანონზომიერი. და როცა ირღვევა ერთი მხარე, ხო? და გადაამატებს ეს ბნელი ძალა. მაშინ ავტომატურად ხდება ზეციური ძალებიდან ჩარევა. და შენ უკვე ზემოდან გიცავენ და გიფარავენ. მეორეზე ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ეს ისეთი თემა არის, ბევრმა არ იცის. ბევრი ისე უყურებს, ბევრს არაფრად მიაჩნია, მაგრამ მე ვხსნი იმას, რაც არის პირველ წყაროდან, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს ეს. ჯვარდაწერილ ადამიანს ყავს მფარველები და მით უმეტეს თუ ოჯახია. შეკრული. მესამე ძალას არ გამოუვა. როგორადაც არ უნდა მოხიბლო. სტრიპტიზი უცეკო და რა ვიცი, ჭკუიდან გადაიყვანო რაღაც მომენტში შეიძლება კი ყველა შემცდარა და ყველა გადავა ჭკუიდან, მაგრამ ასზე მოიყვანენ ზემოდან. ისეთ რაღაცა დარტყმას ან დაშვებას გაუკეთებენ, რომ გაუჩერებენ იმ მომენტს და ასზე მოიყვანენ. ამას ცდილობს ზეციური ძალების წარმომადგენლები და ის მფარველები, ვინცაც მიენიჭება იმ მომენტში, ვინც არიან რა მინიჭებული იმ ოჯახის ჯვარდაწერილის სიტუაციას. აი ესე.